მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ისევ დესერტით. ეს არის უგემრიელესი ხაჭოს ვატრუშკები. ძალიან ადვილია და ამიტომ აუცილებლად მოამზადეთ და მიირთვით. დაგჭირდებათ 2 კვერცხი, 100 გრამი შაქარი. გავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ 400 გრამი ხაჭო. კარგად აურიოთ ერთმანეთში. დავამატოთ ნახევარი ჩაის კოვზის სოდა ძმრით. ვანილი, ცოტა ოდენი მარილი, მე ჰიმალაის მარილი გამოვიყენე. დავაცრათ 150 გრამი ფქვილი და მოვზილოთ დაახლოებით ამ სისქის ცომი. გავყოთ 4 ნაწილად. პერგამენტის ქაღალდები გამოვჭრათ 4 ცალი და წაუსვათ კარაქი. და გადავიტანოთ თითოეულზე თითო ნაწილი და ცომი და მივცეთ ასეთი ფორმა. ჩავაღრმავოთ 4-ვე. შევდგათ გამოსაცხობად ღუმელში დაბლა წვით 150 გრადუსზე 5-10 წუთის განმავლობაში. მანამდე მოვამზადოთ გულსართი. 1 კვერცხი გავთქვიფოთ 100 გრამ შაქართან ერთად, დავამატოთ 150 გრამი არაჟანი, ვანილი გავთქვიფოთ და ჩავამატოთ წინასწარ კურკა გამოცვლილი 200 გრამი ალუბალი. კარგად შევურიოთ ერთმანეთს. ამასობაში ვატრუშკები ნახევრად მომზადდა. გამოვიღოთ და თითოეულ ჩაღრმავებაში მოვათავსოთ მომზადებული გულსართი. შევდგათ ისევ ღუმელში 150 გრადუსით, ოღონდ ზედა წვით. და აი ასეთნაირად სანამ არ დაიბრაზება, იქამდე გქონდეთ ღუმელში. შემდეგ გამოიღეთ, გადმოიტანეთ ლანგარზე. მორთეთ ნებისმიერი კენკრით. მე მარწყვი მქონდა და მარწყვი დავამატე. თუ არ გაქვთ, მხოლოდ ალუბლითაც ძალიან გემრიელია. შემდეგ გავაფორმე პიტნით. გემოვნებითაც ძალიან უხდება პიტნა. ძალიან ლამაზია, მე ძალიან მომწონს. იმედია თქვენს მოგეწონათ. ბოლოს უნდა მოვაყაროთ პუდრა, შაქრის პუდრა. ეს ფლად ამშვენებს ვიზუალურადაც და გემოვნებითაც. მაშასე, საბოლოო ვიზუალი ასეთი აქვს. იმედია მოგეწონათ. აუცილებლად მოამზადეთ, უგემრიელესია. და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემებური სამზარეულოს YouTube გვერდი. მოიწონეთ და დამიკომენტარეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ვერი თქვენს გამოხმაურებას. ნახვამდის.